მოგესალმებით გალბატონებო და ბატონებო, ვაგრძელებთ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს ერთ თემას უნდა შევეხოთ, რომელიც ცოტას თუ იძლევა ახლო პერსპექტივაში სამგეშოთ. და საქმე რა არის? ბუნებრივია მაცხოვრის მოსვლის შემდეგ ადამიანები ელიან მეორედ მოსვლას. პირველი თაობების ქრისტიანებში ეს მოლოდინი განსაკუთრებით აქტუალური იყო, აი მალე მოვაუფალი. შემდგომ გასაგები ხდებოდა, რომ ეს ადამიანური საზომით ხვალდაზეგ სხვა არის, ღვთის საზომით ხვალდაზეგ სხვა არის. დრო, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, დრო, რომელშიც გონიერი არსებები, არამატერიალურები, ანუ ზედროული დრო, ანგელოზები რო ცხოვრობენ, სხვა დრო არის და უდროობა მარადისობისა, რომელშიც ღმერთი მყოფობს, სულ სხვა არის. ბუნებრივია, მარტივად კონვერტირებადი არ არის. მოგესალმებით, როდესაც ჩვენთანაც გვჭირდება ხოლმე რაღაც მომენტებში კონვერტირება ქრონოლოგიური მოვლენებისა, დავუშვათ რომელიმე ტექსტში მოცემულია თარიღი ჰიჯრით, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვით, ხო? რომელიც მე-7 საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. პირდაპირ ვერ გადავიყვანთ. მთელი რიგი ფორმულები არსებობს, რომლებიც გვეხმარება, რომ გადავიყვანოთ ერთი მეორეში. რატომ? გარდა იმისა, რომ საწყისი პერიოდია სხვადასხვა და მარტივი კალკულაცია გამოვაკელი არ ქმარა, იქ მთვარის კალენდარია, თუ მზის კალენდარია, ამიტომ რამდენი თვიანი კალენდარი იყო, ის იმდენ თვიანი კალენდარი, რამდენ სხვაობას კიდე დააგროვებდა ამდენ წელიწადში და ასე შემდეგ. ხო? ასეთი მარტივი არ არის ადამიანურ ქრონოლოგიებს შორის კონვერტირებაც კი და ახლა ავდგეთ და ვთქვათ, რომ რაც ღვთის რეალობაშია, მე იმას ადვილად გადმოვიტან, ახლა მოხდება გავარკვევ. ამიტომაც არის ხო მოცემული წინა წერილში, რომ ცდილობთ გამოთვალოთ მეორედ მოსვლის ჟამი. ეს მამამიცის. ეს იმ რეალობაში წინა საუკუნო ბჭობა ესეთი, წინა საუკუნო საბჭო არსებობს, ხო ეგეთი წარმოადგენა ქრისტიანობაში, სამყაროს შექმნამდე, შეიძლება გადმოვცეთ სიტყვიერად, ყოვლადწმინდა სამების სამი პირი, რომ ბჭობს სამყაროს შექმნაზე, მის ისტორიაზე და მის დასასრულზე. ეს საფრთხო განგებაშია და ეს მარტივი კონვერტირება, ეს ხდება, ესე იგი ხვალ უკვე ეს მოხდება. ეს გამოცხადდა, როდესაც ერთა ლიგა და შემდეგ გაერო შეიქმნა, სამყარო გაერთია და ესე იგი ანტიქრისტე მოვაიძახნა ადამიანები. რაღაც იქ კოსმოსში გაუფრინდით, ესე იგი ინტერნეტი გამოიგონეს, გლობალიზაცია მოხდა, ესე იგი უკვე მოვიდა ანტიქრისტე. ეს მომენტები რაღაც ჯერ ერთი რამდენად ნორმალურია ქრისტიანს ქონდეს სწორება ანტიქრისტეზე და არა ქრისტეზე. მოლოდინი ქონდეს ანტიქრისტეზე და არა ქრისტესი. ცალკე საუბრის თემა არის. და ამაზეც არაერთგზის თქმულა, რომ ადამიანი ქრისტიანი ვალდებულია მისი ცნობიერების ფოკუსში იყოს ქრისტე, არა პერიფერიაზე სადღაც. ფოკუსში ქრისტე. მასზე სწორება მის მიმართ ყველაფრის აწონდაწონვა, მისკენ სვლა და მისი მოსვლის მოლოდინი. და არა მანამდე რა მოხდება ათასი უბედურება, ომი, ეს ის. რაც რო გადიოდა, ბუნებრივია ხდებოდა გააზრება იმისა, რომ თურმე ჩვენ ძალიან ადამიანურად მიუდექით ამას. ადამიანური საზომით ძალიან. შემდგომში იგივე წმინდა იოანე ოქროპლისის ქადაგება ცნობილი ხო, როცა ლაპარაკობს, რომ მე-400 წელი დგებოდა და ქრისტეშობიდან და ამბობს, რომ წლის ბოლო თვე რო დგებაო, ჩვენ გვამბობთ, რომ წლის ბოლო არისო. თუმცაო, თქვა წლის ბოლოთვის პირველი დღეა, ხო? წლის ბოლოა უკვე. ადამიანს შევეხმას დამრგვალება რაღაც მარტივად, ხო, უტრირება. თუმცა შეიძლება როგორი დღეც ახლა არისო, ანუ ბოლოთვის პირველი დღე, კიდევ 30 ასეთი დარჩაო შეიძლებაო, მაგრამ მაინც ამბობთ წლის ბოლო არისო. ასევე თუ შევხედავთო, მე არ შევცდებიო თუ ვიტყვიო, რომ ეს მე-400 წელი სამყაროს დასასრულია.
ზოგმა აქედან ნაჩქარევი დასმა გამოდიოდა, რომ აი ოქროპირი ამბობს, რომ მან სადა გამოეთვალა და შეეცდა, რომ მე-400 წელი ბოლო წელი ხდებოდა სამყაროს არსებობისო. ოქროპირი პირდაპირ ამბობს, შეიძლება 30 ასეთი კიდევ 400 წელი გვქონდეს ჩვენ წინ გასავლელი. შეიძლება. მაგრამ აი ამ კონტექსტში რომ სამყაროს ბოლოა, ბოლო ჟამია. აი ამ ხრივ ბოლო ჟამის თქმა ძალიან ნორმალური რამ არის. მაგრამ აი მე გამოვთვალე და ამადამწვა, აბა ღმერთო ერთი არ მოხვდი ამ დროს. არა, ნუ ეს არაფერში არ ჟდება. ხო, როდესაც სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის, კონფესიური დენომინაციის რაღაც წარმომადგენლები გამოთვლიდნენ ხოლმე მეორედ მოსვლის ჟამს და დადგებოდნენ და დაეწყობოდნენ და ვიღაცა იქ სიკვდილს თავს ისრეფებდა სიცოცხლეს და ასე შემდეგ. რამდენად სწორია. მაგრამ რა თქმა უნდა, უფალი ბრძანებს რომ არ იქნება კონკრეტულ თარიღი მოცემული, იქნება რას ნიშნები. დაიწყება ამ ნიშნებზე აქეთ, იქით, დავა, ეს არის თუ არა ეს ნიშანი. ჩვენთვის ერთი რამ არის საინტერესო. როდესაც აი ბოლო პერიოდის ამბები იყო, ახლა 2025 წლის ზაფხულია და იყო ეს მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ახლო აღმოსავლურ სახელმწიფო შორის, ისრაელსა და ირანს შორის ეს მძაფრი სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, რომელიც 12 დღეში დამთავრდა. მაგრამ დაიწყო აი უცებ ყველამ, აი მოხდება, იმიტომ რომ იქ ბირთვული არაღის რისკია, მერე ბირთვული თუ ჩაერთვება ამერიკა, მერე ბირთვული ომი, ბირთვული ომის შედეგად სამყარო განადგურდება და აი ეს რაღაც შიშის ტირაჟირება. გასაგებია ყველანაირად დაფიქრებული იყო, დაძაბული იყო, მოიცა რა ხდება. და ნამდვილად 1-2 დღე საჭირო იყო ადამიანი მიხვდარიყო, რამდენად დიდ რისკებს შეიცავდა ეს მოვლენა ჩვენთვის. იმიტომ რომ ეს რეგიონი ჩათრეული იქნებოდა. და იყო აღმოჩნდა კიდეც რომ იყო. ხო რომ ირანის ერთ-ერთი ჩრდილოელი მეზობლის ტერიტორიიდან შეფრენილა იქ რამდენიმე უპილოტო აპარატი. და ირანმა ეს იცოდა. ის რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ ყოფილიყო საპასუხო შეტევა, ეს არ იყო გამორიცხული და მოულოდნელი. მადლობა ღმერთს, ჩაგვიარა ჩვენ ამბავმაც ჯერჯერობით. მაგრამ აი ეს საინტერესო მომენტი გაჩნდა რომ ამ თემებზე ყურადღების გამახვილება დავიწყეთ. საქმე ის გახლავთ რომ ყველა საკერია პირზე არმაგედონი. აი ეს ბოლო ბრძოლა და მართლაც არმაგედონი ნახსენებია აპოკალიფში. არმაგედონი ეს არის ვთქვათ ბერძნულად გამოთქმული ორმეგიდო. მეგიდო. ეს ქალაქი რომელიც სოლომონიდან არის ცნობილი. და როდესაც აპოკალიფსი აღწევს მართლა იქ სასაზღვრო გარნიზონი იდგა, მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო ისრაელისთვის. გასაგები ხდება რომ ეს ან სიმბოლურად მიანიშნებს იმას, რომ ღვთისმსამეფო, კი ისრაელი მოიაზრებოდა როგორც თეოკრატიული სახელმწიფო. ხო? სადაც უშუალოდ იერუსალიმი, ხო, სადაც სამკვიდრებელი იყო სავანე იმ მშვიდობისა, მშვიდობა ერთ-ერთი სახელი ხო ბიბლიური ღმერთისა. ხო? აი ამ სამეფოს ერთ-ერთი სასაზღვრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო. ხო, აი ის რაც ის ადგილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს იმ დროისთვის, როცა მეორე მოსვლის ჟამი მოვა და არმაგედონის ბრძოლის დრო მოვა, ხო, რომ აი იქ ეს სიმბოლურად მინიშნებდა რომელიმე იმ ადგილზე, თუ რეალურად ეს ადგილი უნდა ყოფილიყო. დღემდე არსებობს სხვა საკითხვა, განმარტება, ზოგადად თვლის რომ სწორედ იქ უნდა მოხდეს და მოგეხსენებათ რაც შეიძლება სოფლიოს ისტორია. სულ ომები არის წმინდა მიწის ტერიტორიაზე, სულ ომები არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლო 33 საუკუნეა ნამდვილად. ხო? და კიდევ რა მოხდება არ ვიცით. ხომ ეს შეშფოთება, შიში, ადამიანების მოლოდინი ყველაფერი გასაგებია. რაღაცა რამ დროით, მცირე დროით ადამიანებმა რეალურად დაძაბონ საკუთარი ნერვები, რომ
ეს ის ხომ არ არის გასაგები, ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ეს არ უნდა გრძელდებოდეს და რაღაც პანიკური შეტევები არ უნდა გვეწყებოდეს ადამიანებს. ხანგრძლივად მით უმეტეს. მაგრამ კიდე მეორე მომენტიც არსებობს. ესეთი უსაფუძვლო პაციფიზმი. აი, რომელიღაც დიდი ქვეყნის პირველმა პირმა რაღაც მოიმოქმედა, ომი გაჩერდა, აბა სასწრაფოდ ახლა ნობელის პრემია, აქეთ იქით აბა ყველაფერი მოვაგვაროთ, კარგია. შვიდობა და კეთილდღეობა. როდესაც იტყვიან ამ სიტყვებს, მაშინ ყველაფერი ცუდად იქნებაო, წერილი გვაუწყებს. და იწყება შემდეგ სპეკულირება. აი ეს იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი სათქმელი. სპეკულირება იმით თუ აბა რომელი წყობა, რა ვითარება მიგვანიშნებს, ან არ მიგვანიშნებს. ეს იყო ცნობილი თემა, რომელიც ახლა დაიწყო, როდესაც 3 წლის წინ უკრაინაში დაიწყო საომარი მოქმედებები და მაშინ ხმამაღლა გაცხადდა, რომ ერთპოლუსიანი სამყარო დასრულებული იყო, გამოჩნდა ხალხი, აი შვიდობისკენ მიდიოდა ყველაფერი და ახლა ბოროტება წამოვიდა. მეორე მხარეს არა რას ამბობ პირიქით, აი ეს რომ იყო ნაციონალ-სამეთყველები, რომ ანტიქრისტე მთლიანად გაერთიანდა ყველაფერს, იმის გრევა იწყება და ახალი მოდელი იქნება, როგორც კი ადამიანები შეეცდებიან საკუთარი შიშების და მოლოდინების თარგზე გადააწყონ წმინდა წერილს ნაციონალ-სამეთყველება, მიიღალ ძალიან ცუდი ამბებამდე. ჩვენ უნდა მოვერგოთ მას და არა მოვირგოთ ის. ერთიანი სამეფო ანტიქრისტესი? დიახ, ასეთი რამ წერია. გლობალიზაცია ამასკენ მიდის, ვერ გამორიცხა. მაგრამ ალტერნატიული 7 პოლუსიანი სამყარო, 7 იმპერიით, 7 ცენტრით ვიღაცა გადაშლის და აი ხო წერია რომ 7 თავიანი დრაკონი, რომელზეც ის ბაბილონის მეძავი, აი ეგ არის და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კონკრეტულ გეოპოლიტიკურ რეალიებს მოვარგოთ ეს მხარე თუ ის მხარე. საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდება? არა, ჩვენ ვცდილობთ ქრისტეს სულით ცადოთ გამოთარგმანება წერილისა, არამედ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი დაცემული რეალობის კონკრეტული მოცემულობა ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ჩვენ თვითონ ჩავდოთ და ვიპოვოთ. ეს არის ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენთვის. როგორც კი ადამიანები იწყებენ წმინდა წერილის მორგებას რეალობაზე, მარადისობის მორგებას წარმავალზე. ზედროულის და უდროოს მორგებას რაღაც კონკრეტულ მედროვეულ გასასწრებზე, ან კეთილდღეობებზე. შესაბამისად, ადამიანის ორიენტირები ჩვენს დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც ნამდვილად არ არის მარტივი, ნამდვილად რთულია. ჩვენი რეგიონი როგორც ჩანს მართლა კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩართული იქნება რთულ გეოპოლიტიკურ თამაშში დიდ იმპერიებს შორის. გახსოვთ ხო ეს ცნობილი ძველი გამოთქმა ძველი ინდოელების, როდესაც იბრძვიან სპილოები, ითელება ბალახი მათ ფეხქვეშ. მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საფუძველი იმისა, რომ არ გადავიწყვეტოთ რაღაც ნუგეში იმედი, არ ჩამოყაროთ ხელები, სასუსტაკუთილებას არ მივეცეთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი, როგორც უფრო თქვა, ეს ომები, ძროები, ეს ყველაფერი იქნება, ეს მხოლოდ დასაწყისია. და როგორც წმინდა მამა პაისი ამბობდა, ბოლო სიტყვა ეკუთვნის ღმერთს. ეს თუ ადამიანს არ ახსოვს, მაშინ მართლა ადამიანს ეწყება ეს შიშები. გახსოვთ ხო, როგორც საშინელება იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ეს ხელოვნებაში წავეცადა დეკადანსის სახით, ხო? დასასრულისკენ სვლა ვაიმე. ჩვენ რომ გვეგონა რომ ჩვენ ესეთი სუპერ კულტურული, ცივილიზებული ევროპელები ვიღაც ხალხი და ჩვენთან ომი აღარ მოხდებოდა, სადღაც ეს იქ იყო ომი შუა საუკუნეებში, dark ages რო ეძახნა, ხო? ბნელ საუკუნეებში და პერიოდებში იყო. ჩვენ ახლას არ შეგვეხება, ჩვენ იმდენ კულტურულები ვართ. დამთავრდა ომი, ნაპოლეონს გაყვა მთელი ეს განსასწრებელი.
ბახ პირველი მსოფლიო ომი, ბახ მეორე მსოფლიო ომი. აღმოჩნდა ჩვენ ევროპული თუ პროევროპული თუ პარაევროპული რეგიონები სულაც არ ვართ დაზღვეულნი იმისგან, რაც ხდებოდა მანამდე. უძველესი დროიდან და ვიდრე დღევანდელ დღემდე. ილუზია ჩვენი გამორჩეულობისა, ჩვენი ცივილიზაციის იმიღწევებისა, რომ აღარ მოხდებოდა ომები ჩვენ შორის დაიმსხვრა. და აი ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ დიახ, ეს იყო, არის და სამწუხაროდ როგორც ჩანს იქნება ბოლომდე. ეს არ გვაძლევს ჩვენ საფუძველს ორი რამისთვის. პირველი, ჩამოვყაროთ ხელები, ჩამოვყაროთ ყურები, ჩავთვალოთ, რომ არაფერს აზრი არ აქვს და მეორე, რომ ვცადოთ, რომ გავამართლოთ ჩვენი ეს იმედგაცრუება, ჩვენი ეს დემორალიზებულობა, რომ ამისათვის ბიბლიაში ვეძებოთ წინაპირობა კონკრეტული მოვლენების ახსნის თვალსაზრისით. თორემ წმინდა წერილი გვაუწყობს, დიახ, ეს ასე მოხდება. სამყარო მაქსიმალურად განადგება ღმერთს, ერთეულები დარჩებიან ღვთისერთგულად, დანარჩენი სამყარო აირჩევს იმ ჰედონისტურ რეალობას, რომელიც მას აწყობს. და აქ ერთი ხუმრობა ვთქვათ, გავიხსენოთ, როდესაც შვილი, ნინველი, თინეიჯერს რომ ეძახიან და მამა საუბრობენ, შვილს ბუნებრივად დაწყებული აქვს ეს უძღები შვილის ასაკი და რა აზრი აქვს, ყველაფერი რა ეკლესიაში სიარული, ის ლოცვა მოიცა რა. და მაშინ მამა ეუბნება, რომ შვილო, იცი რა არისო, ერთი რამ ვერ გამიგიო, რატომ გირჩევნია ფასიანი ჯოჯოხეთი უფასო 60-ესო. როგორ? და ეს მამას იცი რა არისო, ნარკოტიკები რომ შეიძინო, და თანხა გადახარჯო. ალკოჰოლში რო გავუცდე, და თანხა დახარჯო. რომ მაპატითა ნაყროვანებით გადაძღე, და თანხა დახარჯო. იმისათვის რომ უზნოდაცებულებებში იარო ან კაზინოში ფული დახარჯო. და ეს ყველაფერი ჯოჯოხეთში. მაგრამ იმისათვის რომ ილოცო, ეს უფასოა. იმარხო, შეგახსენებთ მარხვა ოდესღაც არ ჭამას ნიშნავდა. ეს უფასოა. იზრუნო სხვაზე, ეს უფასოა. აპატიო ვინმეს, ეს უფასოა. შური რო იძენო და დახარჯო თანხა როგორც ესე, რაღაცა რესურსი უნდა გაიღო, ხო? რატომ გირჩევნიაო? დაიხარჯო ჯოჯოხეთში, ვიდრე უფასოდ მოიპოვო სასუფეველი. იმიტომ რომ აქ ერთი ფრაზა უნდა ვთქვათ, რომელიც პრინციპში ყველაზე უფრო კარგად პროტესტანტებმა აითვისეს, კარგად რა, ინტენსიურად, მაგრამ ყველაზე სწორი გაგება ჩვენთან რჩება, რა თქმა უნდა ისა. 60 უფასო არის, იმიტომ რომ 60 ფასი გადახდილია. გადახდილია ჯვარზე. გადახდილია ქრისტეს მიერ. ამიტომ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ომზე, უბედურებაზე, მკვლელობაზე, რა ღირს ადამიანი? ადამიანი ღირს ის, რაც მასში არის გადახდილი. ყველა ადამიანში გადახდილია ერთი ღმერთი. რომ ის მოკვდა ყველასთვის. შესაბამისად, ჩვენ უფასოდ გვაქვს მოცემული სასუფეველი. ამიტომ სასწრაფოთილება არანაირად გონიერ ფარგლებში დაძაბვა აღელვება გასაგებია, მაგრამ სასწრაფოთილება არავითარ შემთხვევაში და არც უაზრო პაციფისტური მოლოდინები. ომები არის, ომები იქნება, მაგრამ ბოლოს სიტყვა ეკუთვნის ღმერთს. კეთილი. ფიქრობთ, ამჯერად ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ვისაუბრეთ და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.